მოგესალმებით პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ აქ ვართ ერთობის მარში. სწორედ ამ სიმბოლური სახელწოდებით იმართება მარში ამ წუთებში. ჩვენ როგორც არაერთხელ აღვნიშნე, მივემართებით დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ პარლამენტის შენობისკენ. ჩემთან ერთად არის ახლა გიორგი ტუმესიანი და შემდეგ შემოგთავაზებთ სამირა ბაირამოვას კომენტარს, რაც არის ძალიან სიმბოლური და შეიძლება ითქვას, რომ ამ მარშის ხასიათს ყველაზე უკეთ და ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს. გიორგი, მე პირველ რიგში შენგან მოვისმენ, მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ ავუხსნათ ხაზგასმით, რას მოიაზრებს ეს ერთობა და რას გულისხმობთ ამ ერთიანობაში, იმიტომ რომ ეს აქციები ისედაც არის ღია დემონსტრირება ერთობისა და ერთიანობის, რომელიც ყველა სფეროს, ყველა ასაკისა და ყველა სქესის წარმომადგენელს აერთიანებს. კი ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირი არის საქართველოს უალტერნატივო არჩევანი და მაყურებელს შევახსენებ, რომ ევროკავშირი სწორედ იმ უმნიშვნელოვანესი იდეის გარშემო მოტრიალებს, მისი მთავარი ღერძი და ამოსავალი წერტილი არის ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებების დაცვა. სწორედ ეს არის ის მთავარი მიზანი, რისთვისაც ეს ადამიანები მოვიდნენ დღეს პარლამენტის მიმდებარედ და როგორც დავიწყე ჩართვა, ისე დავასრულებ, ჩვენ აქ ვართ ერთობის მარშით. ეს არის სწორედ ის ფრაზა, რომლითაც აქ შეკრებილი ადამიანები მოვიდნენ უცვლელი მოთხოვნებით, უცვლელი პროტესტით და ისინი კვლავ მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ მოეგოს გონს გვიან, მაგრამ მაინც მოეგოს და დაუთმოს ქვეყანა იმ ადამიანებს, რომლებსაც ის ეკუთვნით, იმ პროევროპელ ქართველებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთეს ევროპული არჩევანი, თუმცა ეს ევროპული არჩევანი ბიძინა ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ მოიპარა. მადლობა, ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა ხატია სამხარაძე საუბრობდა.